პარლამენტს აქვს 3 დღიანი ვადა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი საკონკურსო კომისია შეაჩეროს. საკითხის სესიაზე მომავალ კვირას გავა. მას შემდეგ, რაც კომისია დაკომპლექტდება, დაიწყება სამეურვეო საბჭოს წევრების მსურველების განცხადებების მიღება. ამ პროცედურისთვის გათვალისწინებულია 10 დღიანი ვადა. კომისიამ ამჯერად პარლამენტს 15 კანდიდატი უნდა წარუდგინოს. ისევ კეთდება პოლიტიკური განცხადებები. უმრავლესობა განმარტავს, რომ კონკურსის ხელმეორედ გამოცხადებით კანონი არ დარღვეულა, ნაციონალური მოძრაობა კი ამტკიცებს, რომ მართველი გუნდი სამეურვეო საბჭოს პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებას ცდილობს. მომავალ კვირაში ჩვენ მიუბრუნდებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის საკითხს. თქვენ იცით, რომ უნდა გამოცხადდეს კანონის მიხედვით ახალი კონკურსი, შესაბამისად უნდა მოხდეს ახალი კომისიის შერჩევა კანონის მიხედვით. მე არ ვიცი, ვის როგორ ექნება სურვილი გააგრძელოს მუშაობა ამ კომისიაში, თუმცა უმრავლესობას, რა თქმა უნდა, პრეტენზიები ბრძოლის შემადგენლობასთან არ აქვს. უმრავლესობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მანამ სანამ სრულად არ გააკონტროლებს სამეურვეო საბჭოს და ის არ იქნება დაკომპლექტებული მათ მიერ სრულად კონტროლებული ადამიანებით, მანამდე პირდაპირ მართოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და დატოვოს არაქმედურიანად საზოგადოების საბჭოს